ძვირფასო მეგობრებო, ბრუნდებით რეკლამიდან და მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე. მაკა, ძალიან დიდი მადლობა. გმირი ჟურნალისტი მოსე დავარქვით რა. არ ძალიან მეუხერხულება რა. რატო? იმდენი გმირი გყავს ამ ქვეყანაში რა გმირი. შენს გმირი ხარ, მინდა გითხრა, იმიტომ რომ რა ვიცი. კარგი, დღეს შენს გადაცემაში იყოს ასე. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანაზი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. ის შენი ამბავი, ხო? ეხლა რო გავახო ცალკე იძიებს ამბავს, თქვენ ხართ გამომძიებლებად გადაქცეულები. შენი ეს სხვა გზა არ გვაქვს. დაგდების ამბავი, ხო? ეხლა რა პროცესია? გაიხსნა ბოლო-ბოლო თუ არ გაიხსნა, ეგ მაინტერესებს. აი პროცესია ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. არანაირი პროცესი არ არის, ახლახან გამოვითხოვეთ. ეს ჩვენი მაკულატურა რა არის, სინამდვილეში რა წერია შეგნით და აღმოჩნდა რომ არც არაფერი წელიწად ნახევარში ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზაც ვერ ჩაატარეს. ნუ ვერ არ ქვია მაგას არ ჩაატარეს. ანუ სახის ამომცნობი. სახის ამომცნობი, რაც უმარტივესია და ვიცით რომ სადაც ჭირდებოდათ ამას ერთ თვეში, ორ თვეში ძალიან ლამაზად აკეთებდნენ, მაგრამ მაგრამ საქმეში დადებს, ანუ რა ჩვენ აი საქმეში დევს მაგალითად გაგეცინება ახლა რომ აღმოვაჩინე რომ CSKO-ს მდივნის გიორგი ჯავახიშვილის ჩვენება იდო ცოტა შოქში ჩავარდი, იმიტომ რომ ეს ადამიანი სულ სხვა მიზნით დამჭირვებია და ჩამიწერია. თურმე იქ ცხოვრობს, მეტიც აღარ ცხოვრობს და უბრალოდ კითხეს რომ იმ დროს შემთხვევით ხო არიყავი, ხო არ გადმოგიხედავს ფანჯრიდან, რამე ხო არ დაგინახავს, აი ამ ტიპის მაკულატურით არის სავსე ჩემი საქმე და სხვა არაფერი ღირებული. აი სულ მაინტერესებს, ანუ ახლა შენი კადრი რომ ნახე, მაშინ რა ვიცი, გული გადამიცივდა, ნუ აი რა ვიცი, ყველაფერი წარმოვიდგინე უცებ რა. მაგრამ აი იგზენი რომ უკნიდან მორბოდა ის თუ უცბად ანუ წამებში მივხვდი თუ აზე ვერ მოხვდი. არა, ვერ მივხვდი და მგონი მაგან გადამარჩინა, იმიტომ რომ ექიმმა მითხრა, როდესაც კლინიკაში მიმიყვანეს, რომ მე რომ მცოდნოდა რომ ვიღაცა მიახლოვდებოდა და რაღაცას მიპირებდა, წინააღმდეგობას გაუწევდი მინიმალურს მაინც, ხო, რასაც შევძლებდი. და შეიძლება და ყოფილიყო, ვთქვათ, ფატალური შედეგით დასრულებულიყო, იმიტომ რომ კისერი მომტყდებოდა, როგორც ექიმმა ამიხსნა. მე უბრალოდ გადამარჩინა იმან, რომ მომენტალურად მივყევი და დავარდი ძირს, ხო? მაგრამ აი ხო მე პოლიცია არ იყო. თუ იყო პოლიცია, ხო დარეკებ, თუ არ დაგირეკე. იყო, არ იყო, ყოფნა, არ ყოფნა, ხო რაღაცნაირი ამბავია ეს. ხო, როდესაც მცემდნენ, სულ ფიქრობდი, რომ აი ხა ალბათ ეს დრო ჭირდებათ, რომ მანქანიდან გადმოვიდნენ, იქ იდგა ორი ეკიპაჟი, რომ მივედი. მართლა, თქვენ წინ? კი. ახლა ალბათ აი ხა ორნაბის გადმოდგამენ, ახლა ჩემთან იქნებიან. ველოდები, ხო, აი ამ ცემის პროცესში ველოდები პოლიცია როდის მოვა, იმიტომ რომ ორი ეკიპაჟიდან ახლა შეიძლება ერთი გადმოვიდეს. ხო. თვალი რომ გავახილე და პირველ რიგში რა თქმა უნდა გიორგი მოვიკითხე ცოცხალი იყო თუ არა, მეორე ვიკითხე პოლიცია სად არის? არც ერთი ეკიპაჟი აღარ იდგავანო. მართლა? კი. და საქმეში იცი რა დევს, რომ ამ ეკიპაჟის წევრები, ანუ პოლიციელები დაიბარეს გამოკითხვაზე. მერე? არ მივიდნენ. რატო? აი უბრალოდ არ მივიდნენ. გამოითხოვეს ჩანაწერები სამხრე კამერების და წაშლილიაო არ გვაქვს უკაცრავადო. აი რა დღეშია დღეს მედია შენი აზრით? აი ხო. რასაც მედია ქვია თორე. ეხლა ჩვენი მდგომარეობა არაჩვეულებრივად იყო გამოხატული ერთ კადრში. ხო. ეს იყო სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ბოლო დღეები, როდესაც დაგვიბარა მედია, ნატანჯი, მედია და ორდენები გადმოგვცა მამაცობისთვის. მახსოვს ეგ დღე. ეს დარბაზი იყო, ვანო დღევანდელი სახე მედიის კი არა, ხელისუფლების სინამდვილეში, იმიტომ რომ როგორი მედია იყო იქ იცი? თვალჩალურჯებული, მე კოჭლობით მივედი ორდენის ასაღებად, ვიღაცას თაბაშირი ეკეთა და იმდანაც ცევდიანი იყო ეს სანახაობა, რომ სულ ვფიქრობ, რომ ამაზე კარგად ერთ კადრში შეუძლებელია გადმოსცე ჩვენი მდგომარეობა, ხო? კი, მართლაც ისეთი იყო. ძალიან ცუდი სანახავი. ძალიან ცუდი, ხო. მინდა მოგილოცოთ 6 წელი შეუსრულდა ნოდარის გადაცემას, ხო რაც TV პირველზეა, თორე ისე ახლა არსებობს. TV პირველზე. 6 წლის განმავლობაში რამდენი რაღაც გააკეთეთ. წისქვილის ხო არ დატრიალებულა ჩვენს თავზე. ესე იგი, ამას იქონდა დათვლილი 18-ის რეპორტაჟი ქონდა ღარიბაშვილზე. კი. 18 და ნუ აი ეს და რას პასუხობდა? ეს ხო სულ კორუფციაზე იყო, ხო? კი.
იმაზე რაზეც ზის ციხეში ახლა სინამდვილეში, ხო? მანამდე რა და მანამდე ვიყავით მატყუარები, ვიყავით რომელიღაცა პარტიის მსახურები, დაფინანსებულები, რომ ასეთ უბაძლო პრემიერს ვაყენებდით ჩრდილს და ვსვრიდით ტალახში. ხო, ეგ მახსოვს ეგ ხო, ანუ ეს ძალიან ცოტაა რაც გამახსენდა ახლა და მუდმივად ვიყავით ბულინგის მსხვერპლი. თუ პარლამენტში, თუ კახეთში ჩასულები, კახეთში ფიზიკურად გვისწორდებოდნენ, ანუ ვიღაცები ხო კაკაშები. ხო, ანუ ეს არის უმძიმესი გასახსენებელი ჩემს ამბავში, მაგრამ ხედავთ როგორც დასრულდა ახლა ეს ყველაფერი და ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ანუ მართლა 18 რეპორტაჟი რომ გაერთიანებინათ, რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე შედგებოდა. ეხა კი ძალიან მსუბუქად გამოვიდა, მაგრამ კიდევ არის სისხლის სამართლის საქმეები. ხო და შენ ახლა თვითონ მის სასამართლო პროცესებზეც მე მგონი დადიოდი. ერთზე ვიყავი პირველზე, სადაც გამოაჩინეს, სადაც შეიძლებოდა შესვლა, სადაც არც ერთი ახლობელი და ოჯახის წევრი არ იყო სხვათა შორის, მედია ვიყავით მხოლოდ და რაღაცნაირად სიმბოლური იყო, რომ მე პირველ რიგში მომიწია ჯდომა, ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან და ის საბრალდებო სკამზე იჯდა და ისეთი იუმორი ქონდა იმ დღეს, იუმორი არ ვიცი, რამდენად კარგი ქონდა, მანამდე არ შემიმოწმებია, მაგრამ აი შენს გადაცემაშიც რო ცოტა მეუხერხულება მოყოლა, ისეთი კახური ხუმრობაც არ იყო. გაგეხუმრა? კი, მოტრიალდა. ანუ შეცალა ესე. იცი რა, მე მგონია რომ მას უნდა ჩვენება რომ არ ნერვიულობს თუ რაღაც და მოტრიალდა და მეუბნება რომ ადგილები ხო არ გავცვალოთო. ოღონდ რამდენიმე დღის წინ არჩევნებზე იყო მისული ხმის მისაცემა და იქ რო კითხვა დაუსვი ბატონო ირაკლი დაჭერას ხო არ ელოდებით, იმიტომ რომ ეს ძალიან რელევანტური კითხვა იყო ბოლო პერიოდში. სულ საცოდავი მეძახა. საცოდავი, თქვენ საცოდავება ეს იყვიროდა. და მე ადგილს მიცვლიდა და არ ვიცი რატო. აღმოჩნდა როგორ თურმე როგორ ყოფილა. კი. ეხლა იცი რა თემა მაინტერესებს? აი აბასთუმანში ხო ჩადიხარ სულ? კი. სულ აბასთუმანში დადიხარ. კი. აი ესე იგი. რა ხდება აი აბასთუმანში? აი ზოგადი სურათი რა არის? ახლა ჩვენ ვიცით რომ ბიძინა რაღაცა აიშენა, მაგრამ გარშემო რა ხდება? ანუ ხალხი რას ამბობს, როგორ ეგუებიან იმ ამბავს, როცა რაღაცები ეზღუდება იქ ხალხი. შენ არ ხარ ხო ნამყოფი? მე არა ვარ ნამყოფი. ხო, იცი რა, მოემზადე თუ ჩახვალ, იქ შესასვლელში არის პარკინგი აშენეს, 12 მილიონი დაჯდა ეს პარკინგი, სახელმწიფომ ააშენა ღუდბიძინა ივანიშვილმა არა. 12 მილიონი პარკინგი. კი, სადაც შენ უნდა შენი ავტომობილი გააჩერო და გადაჯდე ელექტრომობილზე, რომლის გარეშეც უბრალოდ აბასთუმანში ვერ შეხვალ. ხვდები ხო ალბათ რატო იქ ჰაერი არ უნდა დაბინძურდეს, იმიტომ რომ უმეტეს ნაწილს ბიძინა ივანიშვილი უკვე ყველა თავისი რეზიდენციისგან განსხვავებით აბასთუმანში ქსენიევსკის სასახლეში ატარებს და ეს ჰაერის სისუფთავე არის გადამწყვეტი. ესე იგი მე ხალხი ადგილობრივი მოსახლეობა როგორ რა შვება იქ აჩერებს მანქანას თუ ანუ იმათაც ხო ყავთ რაღაცა ავტომობილი ხო შეიძლება? კი, ოღონდ ჯერ ეს პარკინგი არ ამუშავებულა, ეს ხა უნდა ამუშავდეს და ალბათ ადგილობრივ მოსახლეობასაც ეტყვიან როგორ უნდა მოიქცნენ, თუმცა ბევრი ადგილობრივი დიდად არ დარჩა აბასთუმანში. მიწების დიდი ნაწილი გაიყიდა კი არა, აღარ არსებობს მიწა რომელსაც იყიდი, რაც გაიყიდა ისიც ბიძინა ივანიშვილის კომპანიებმა და მასთან დაკავშირებულმა ადამიანებმა იყიდეს უმეტესად და შენდება სასტუმრო, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის არის და ეწყობა ინფრასტრუქტურა იმის გარშემო, რომ ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცხოვროს. აეროდრომი მიწაზე, რომელიც მას არ ეკუთვნის. გრასლის შესაძლოა. აუ, ეგ ძალიან სასაცილო ამბავია სინამდვილეში, ანუ ძალიან დიდხანს ვიძიებდით მაგ თემას, ანუ აეროდრომი, სადაც ბიძინა ივანიშვილის ვერცხლი ჯდება და საიდანაც ჩადის ამ სასახლეში, ხო? არავისი არ არის, ანუ რუკაზე რომ დააკლიკებ, არ არსებობს, ანუ არავისი არ არის. აზომილი არა? აზომილი არ არის, მაგრამ ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ეს იყო სახელმწიფოს მიწა, ტყის ფონდს ეკუთვნოდა და ამოირიცხა. ზუსტად მაშინ ბიძინა ივანიშვილს რომ დასჭირდა რატომღაც. და რომ ვიკითხეთ, ანუ რანაირად მოხდა ეს ამბავი, რატომ მიეცით, ან თუ მიეცით მშენებლობის ნებართვასა და ანუ რანაირად არის ჰაერში ეს მიწა, ხო? გვიპასუხეს ადიგენის გამგეობიდან, რომ მაგის სანაცვლოდო კერძო პირმა, ოღონდ არასახელებენ ეს კერძო პირი ვინ არის, სანაცვლოდო ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა უნდა მოეწყო თავისი უზარმაზარი წყლის აუზით და ასე შემდეგ. ყერო არ დაიწვა. ყერო არ დაიწვას, გავიგე ხა ძალიან კარგი არის ეს თუ ტყე არ დაიწვება, იმიტომ რომ ხშირად არის ხო ბორჯომხარაგაულის ეპარქია ესაზღვრება პრობლემა. მივედით ამ სახანძროში. სადა გაქვთ მეთქი ეს ხანძარსაწინააღმდეგო აუზი და აი ეზოში მაჩვენეს აი ამ ხელა ბეტონის რაღაც არის, სადაც წყალი ასხია და არა, მეთქი ამაზე არ გეკითხებით. აი იმ აეროდრომის ნაცვლად რომ უნდა ეშენებინა კერძო პირს და არ არის. ანუ ესე იგი აეროდრომი ვერტფრენიო დაჯდეს, ხო? მათ ხო მანქანით არავა თუ ვერტფრენი დაჯდეს? ხო, ვერტფრენით, აბა. რო დაჯდეს მან ვერტფრენი, ანუ ჩვენს მიწაზე, ჩვენს მიწაზე აშენდა. კი ბატონო. აშენდა ჩვენ ფულით.
ხო, აქვთ განცდა, რომ აბასთუმანს აშენებს ბიძინა ივანიშვილი. 350 მილიონი უკვე სახელმწიფო ბიუჯეტის ფულია დახარჯული. მარტო. ხო, და თვითონ თუ დახარჯავს საკუთარი სასტუმრო შენდება იქ დავში მისი ბიზნესისთვის, ხვდები? ანუ ის რომ ხალხს მცდარი წარმოდგენა აქვს, რომ გზა დამიგო ბიძინამ და ფილაქანი დააგო და ხიდი არა, ეგრე არ არის სინამდვილეში სახელმწიფო სტრუქტურები, ერთი არა, რამდენიმე ჩართული არიან მთლიანად იმაში, რომ გარშემო, ბიძინა ივანიშვილის სასახლის გარშემო იყოს შესაბამისი გარემო. შესაბამისი გარემო, თან ეს ფრენებიც მართლა ეს არის, რომ აი იმას ხო თავის გამონაბოლ ქვიაქვს, ტრასა გადის. ხო და გადაიტანა, ხო? ელექტრომობილების ამბავს თუ გავითვალისწინებ, ის ჩაკეტვაც ძალიან ლოგიკურად ემთხვევა ამ ამბავს კი. რატომ მანამდე არავის მოუნდა ეხლა გადაწყვიტეს? რა ვიცი. შენ გქონდა ადრეს შეხება, აი მაგალითად ხელისუფლებაში მოსვლამდე ბიძინასთან. კი. ხო, მე მაქვს საკმაოდ გრძელი ისტორია ივანიშვილთან ურთიერთობის, ანუ მანამდეც ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდო და ზუსტად იმას ვაკეთებდი, რასაც ახლა. ხო. და რა თქმა უნდა არ მოსწონდა არც მაშინ და ალბათ არც ახლა არ მოსწონს. უბრალოდ მაშინ წინასაარჩევნო ამბებში იყო და ჩნდებოდა ხალხთან და კითხვის დასმის საშუალება ჰქონდა პირდაპირ კომუნიკაციის და ერთხელ მახსოვს მესტიაში ვიყავით გადაღებაზე და იქ პირდაპირ ესე კამერების წინ სხვა ჟურნალისტებიც იყვნენ, მითხრა რომ შენო ძალიან მომწონხარო, მეო კარგი გოგო ხარო. მაგრამ მოწონდი ძალიან. ყვიანი გოგო ხარო და ძალიან მენანებიო რომ ამ ცუდ მხარეს დგახარო, არასწორ მხარესო და გაძლევო შანსო კიდე ეხლაო რომ ნათელ მხარეს გადმოხვიდეო. ხდები ხო ახლა სად ვიქნებოდი ნათელ მხარეს იქნებოდი ახლა? ხო. და დასანქცირებული იქნებოდი ნათელ მხარეს. ნათელ მხარეში დასანქცირებული. დასანქცირებული ნათელ მხარეს, კაია. ეხლა ერთი კითხვა მაქვს, ბოლოს ახლა ხვალ გადის და რა გახდა? კი. დღეს ახლა უკვე ანონსშიც ნახავს მაყურებელი. სხვათა შორის აქ და საანონსებელი ამბავია სინამდვილეში, რასაც ვაკეთებ. უდიპლომო დიპლომიანები ქართულ ოცნებაში. ძალიან საინტერესო რეპორტაჟი იქნება. ვის რა დამთავრებული? და ვის რა არ აქვს დამთავრებული, ანუ ერთი წამით წარმოიდგინე რომ თუ დიპლომი გაქვს, თუ ყველაფერი რიგზეა, ჯერ ერთი გევალება პარლამენტის საიტზე უნდა ატვირთო, ხო ეს? ხო. აი, დეკემბრიდან რო ვითხოვ ერთი ადამიანის დიპლომს და გაიგებს მაყურებელი ვისასაც, რატომ არ უნდა მომცე თუ ეს დიპლომი არსებობს? რა პრობლემაა? არ ხო? არა, არ მაძლევენ. უცნაური სახელწოდები, საოცარი, რომ არ გაგიგია არასდროს ისეთ ინსტიტუტებს გაიგებ ხვალ ჩვენს გადაცემაში. რაღაცას ახლა ევროპულ, აზიურ. არა, ევროპამდე და აზიამდე არ მიდიან, როგორ გეკადრება. რაღაცა კოლეჯი ორიენტირი და რაღაცა ეგეთი. 33 წლის ასაკში რომ დაამთავრა დიტო სამხარაძემ, იცი? კოლეჯი ორიენტირი კი ნახალოვკაში არის ნაძალადევში. 33 წლის ასაკში სწავლა მოსწონდა. კარგი ბავშვი იყო, მაშინ მითხრეს ამ რეპორტაჟს რო ვაკეთებ და მე რო გადავთვალეთ 33 წლის აღმოჩნდა მაგდა. ბავშვი დიტო. პატარა. საყვარელი. პატარა დიმიტრი. ძალიან საყვარელი იქნება პატარა. წარმოვიდგენია. სპორტსმენებს განათლება აქვთ, ხა სპორტსმენები ბევრი არიან. ვიქტორ სანიკიძე. ეს სპორტსმენები ისე იღწვოდნენ ამ განათლებისთვის, რომ მაგალითად ვიქტორ სანიკიძე სიღნაღში ჩადიოდა ლექციების მოსასმენად. თუ დავუჯერებთ ახლა მის დიპლომს, ხო, სიღნაღში ჩადიოდა, რომ ლექციები მოესმინა. ბატონო. აი ხო არიან მაგალითად, რომ ეგეთები ხანდახან ამთავრებენ ხოლმე უფრო აი სამართალმცოდნეობა, იურიდიული. იცი რომ მომღერლებიც ხო გვყავს ჩვენ პარლამენტში და უმეტესად მაგათ სამართალმცოდნეობა აქვთ დამთავრებული. ანუ სამართალმცოდნე მომღერლები არიან თუ მომღერალი სამართალმცოდნეები არ ვიცი, მაგრამ ეგეთი ამბებიც გვაქვს. ხო, საინტერესო იქნება. ძალიან. აუცილებლად. თამამად ვაანონსებ, ძალიან კარგი სიუჟეტი იქნება. ერთი ესეთი კითხვა მაქვს, რომ ახლა მაგალითად სულ საგამოძიებო თემებზე ხარ. ხო, და ტვინიც ხო ეს რაღაც ესე გაქვს მოწყობილი, ხო, რაღაცა გამოიძიო, ხო და ახლა ოჯახში არ გაქვს აი რაღაცა მსგავსი შემთხვევები სიტყვაზე, რომ აი ოჯახში მაგეებზე ფიქრობ. ან ოჯახის წევრები როგორ ეგუებიან შენ ამბავ. რაღაცნაირად ხო მართლა ჩვევაში მაქვს, რომ ადამიანი რაღაცას რომ მეტყვის, არ კმაყოფილდები იმ პასუხს რა, უნდა ჩავეკითხო, ანუ მე იქ ვერ ჩემი ქორს უმეხმარება შენი თავი მართლა გამომძიებელი ხო არ გონია? ხო. მაგრამ იცი რა არის სახში რა თქმა უნდა სამსახურზე არ ვლაპარაკობ და ვერც ვნახულობ ბავშვებს მაგდოზით ეხა რომ რაღაცა მოეხვიოთ თავს ჩემი ამბები, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ეთყობა ილექება რაღაცები ბავშვის გონებაში რა. Facebook-ზეც მეწერა ამას წინათ სტატუსი, ეს პატარა რომელიც 9 წლის არის, მეუბნება იმ დღეს, ოღონდ სრული სერიოზულობით სადღაც სკვერში ვართ და ვითამაშოთო რა და
ხო. მეთქი რა ვითამაშოთ, ზედი გვაქვს რა უნდა ვითამაშოთ. გასტრობანა ვითამაშოთ. გასტრობა. რა გასტრობანა? აი შენ გამომეკიდე და მე გავიქცევიო და არა ეს სირცხვილია მე ვთხარი და არა რატო ვითომ მე კახიკალაძე ვარ და შენ ტევე პირველი ჟურნალისტი. ეგრე დაალაგო. დაალაგა უცებ სადღაც მოკრა თვალი რომ ეს კახიკალაძე სულ გარბის და სულ მივიდეს და ხო. და კიდე იყო უფროსი რომელიც ახლა სტუდენტია, მაშინ პატარა იყო. 23 სკოლაში სწავლობდა და ცეკვაზეც იქვე დადიოდა და ეს ის პერიოდია, როდესაც მაშინაც ღარიბაშვილზე ვაკეთებ, ღარიბაშვილის კახურ კლანზე რეპორტაჟებს, ტენდერები, ჯანყარაშვილი, მისი ზედელაშვილი ვიღაცაები და ეთყობა ეს ტენდერი სიტყვა ძალიან ბევრჯერ ვახსენე რა და ერთ დღეს მოდის ჩემი შვილის სახლში და მეუბნება დედიკო, მე ხო იციო ჩემი ცეკვის მასწავლებელიო გიაო ძალიან მიყვარსო, მაგრამ რაღაცო გავიგეო რომ ამბობდაო და რა მეთქი ანუ ცოტა სხვაგან წავედი ვერ მივხვდი და ასე თქვა რომ ტენდერი მოვიგეო და ეს დარბაზი იჯარით უნდა ავიღო. ტენდერი რაღაცა ჩაიდინა იფიქრა და ცუდი სიტყვაა და დამეხმარა ინფორმაცია მომიტანა. გამოიძიე. ერთი ძალიან საინტერესო თემა არის რომ დაყადაღებული ხარ გაქვს ყველაფერი. ხო, ეგ არის სტატუსი შემემატა ამ ბოლო დროს. ანუ ანგარიშები დაყადაღებული გაქვს და ანუ რატო რის გამო და ანუ გვითხრა. სხვათა შორის აბასთუმანში ვიყავი ამის შესახებ რომ შევიტყვე. მომივიდა ბანკის შეტყობინება, ჯერ ვიფიქრე რაღაც თან მუშაობდი და არ მეცალა და მეთქი რაღაც შეცდომა, მაგრამ მეორე ბანკის შეტყობინებაც რომ მომივიდა უკვე ვიკადრე და დავრეკე. და აღმოჩნდა რომ ვარ, ანუ მაისში მაგებინებენ რომ გასული წლის დეკემბერში დამაჯარიმეს. არა, ბოდიში ვიტყვევ რა დეკემბერში, ოქტომბერში. 15 ოქტომბერს დამაჯარიმეს თურმე. რაზე? გზა გადამიკეტავს რუსთაველზე. ხო. ანუ უცებ საგონებელში ჩავარდი, ჩავხედე კალენდარს, რა დღეა 15 ოქტომბერი. 15 ოქტომბრის მასალა არის ის, რომ გადაკეტილ რუსთაველზე მივდივარ და ადამიანებს ვწერ, ანუ მიკროფონი, ოპერატორი სხვათა შორის. კაი, მიკროფონი პატარაა, შეიძლება ოპერატორთან ერთად ვარ რა. კადრი გაქვს, ხო. კადრი, ანუ მართლა სპორტული ინტერესი მაქვს, სასამართლო რომ გაიმართება, რა კადრს მაჩვენებენ, ანუ მე რანაირად ვკეტავ გზას, ან ამ მიკროფონს რას უზამენ, ან ოპერატორს სად გააქრობენ. პაპუნა მყავს ხაჩიძე, იმხელა შანსი არ არის ახლა, რომ ის კადრიდან მოჭრანენ რამე. დარღვევათ, არის 23 არა. ხო. და აი პატრულ ინსპექტორი, ან ვინც უყურებს იმ კამერებს, უამრავი რომ დაამონტაჟეს იქ, რა ვიცი, ისეთი გარჩევადობა აქვს, მაგის გარჩევას რა უნდოდა, რომ მე ჟურნალისტი ვარ, მაკაჩიკვაძე მიკროფონი. ადამიანებისგან ინტერვიუს რო იღებდი, თურმე გზა გადაკეტე პარალელურად. გადავკეტე, კი. აუღონდ, ნახე, კაი, გადავკეტე, დავუშვათ ჭუით გადავკეტე, ხო? გავიდა ამდენი თვე, 6 თვე გავიდა. ან მომწერე, ან დამირეკე, წერილი გამომიგზავნე სახლში, ტრედი გავაფრინე, რაღაცა, ქენი გამაგებინე, იქნება ვასაჩიო, ვიდრე არ დამაყადაღებენ, ხო? არ წერილი მოვიდა პოსტიდან არაფერი. აბსოლუტურად არა. პირდაპირ აღსრულებაში უკვე რომ ანგარიშები დამიყადაღეს, მერე გავიგე რომ თურმე სამართალდამრღვევი ვარ. ეხლა რას აპირებ? ველოდები პროცესი. ეხლა პროცესუალდები ჩაინიშნა, მომივიდა უკვე შეტყობინება სასამართლოდან, რომ კობა ჩაგუნავა არის მოსამართლე და ველოდებით ბატონი კობას განაჩენს. ხო. ეხლა მე კიდე ერთ თემას უნდა შევეხო. დიახ. შენი პირველი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში. ანუ საიდან დაიწყო? ხო. მე ვარ წყალტუბოდან, არ ვიცი თუ არა, ხო? და სტუდენტი რომ გავხდი, პირველი ჩემი სამსახური იყო წყალტუბოს ტელეკომპანია ედელვაისი. საერთოდ არ არის სასაცილო ედელვაისი. წყალტუბოს ტელევიზია. წყალტუბოში იყო ასეთი ტელევიზია ედელვაისი. კი ბატონო. ედელვაისი TV თუ რა ერთი? არა, ლოგო როგორი ქონდა? არა, უბრალოდ ედელვაისი. ედელვაისი ეწერა? ეწერა, კი. ეს იყო ტელევიზია, სადაც ავიდგი ფეხი, ასე რომ ვთქვა და ძალიან მადლიერი ვარ ამ ტელევიზიის იმ ნაწილში, რომ ამ ტელევიზიიდან მოვხვდი პირველად ინტერნიუსის თვენახევრიან კურსზე, სადაც BBC-ის ჟურნალისტი მყავდა კონსულტანტი და ძალიან ბევრი რამე ვისწავლე იქიდან. ანუ შემოსავალი რა ქონდა ედელვაის? ანუ როგორც ყველა რეგიონულ ტელევიზიას, ეს განცხადებები, ნეკროლოგები, მილოცვები. ნეკროლოგები. ეს რომელი წლებია? ეს არის 97-დან 2000 წლამდე სადღაც პერიოდი. მაგრამ პირველი სიუჟეტი რა ქონდა? საინტერესო. ხო და ინტერვიუში რომ ვიყავი, იქიდან ხო რაღაც კონტაქტები თბილისში გავიჩინე და პირველი დავალება, ასე ვთქვა, თბილისიდან რომ უნდა გამომეგზავნა ცენტრალური მედიისთვის, იყო საგამოძიებო ნაწილში, მად მივიღე პირველი გამოცდილება, რომ
პროსტიტუცია წყალტუბოში. უკვე ძალიან სასაცილოა ეს ორი სიტყვა, იმიტომ რომ წყალტუბო უნდა იცოდე. ორ სიტყვაში ენახე, წყალტუბო არის აი ამ ხელა, რა ვიცი, რა გითხრა და იქ რო ცხოვრობ და პროსტიტუციაზე რო საგამოძიებო რეპორტაჟი და გადაიღო წყალტუბოში. მაგრამ რა თქმა უნდა, კი არ მოვიგონე, ვიცოდი კონკრეტული სახლი ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაც ეგრეთ წოდებული ბორდელი იყო. და ნუ ამას კანონი გძალავდა მაშინ და მე და ჩემი ოპერატორი, რომელიც იყო სკოლის მოსწავლე, მაშინ ვეხაესის დიდი კამერით, ღამით, ჩემს მეზობელს თხოვე და მანქანით წავედით და ჩამოსაფრდით. ოპერატორი მყავდა ალექსანდრე ჭავჭავაძე, ანუ რაღაცნაირი წარმომადგენლობითი მისვლა გქონდა. ხო და ჩავუსაფრდით და გადავიღეთ ის რეპორტაჟი მართლა. ვინ გადის, ვინ შედის, როგორ გამოდის, იქ პოლიციის ჩართულობაზეც იყო ლაპარაკი, რომ პროსტიტუციასთან და ნარკომანიასთან ბრძოლის სამსახურის უფროსი რო საქმის კურსია და ასე შემდეგ, რაც მახსოვს, ახლა ძალიან დიდი ხანი გავიდა. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები საგამოძიებო ჟურნალისტიკაში. გამოავლინეთ. მას შემდეგ სულ რა გრძნობა მაქვს, იცი, აი ადამიანი რომ მელაპარაკება და მეუბნება რაღაცას, სულ მაქვს გრძნობა რომ ის უკან რაღაცა იმალება კიდე. არა, აი ხა ამ შემთხვევაში იუმორისტულ გადაცემაში არა, მაგრამ აი სერიოზულად, როდესაც ვიღაცას რაღაც ვეკითხები, აი არ მაკმაყოფილებს, სულ მინდა გავიგო კიდე იმის იქით რა არის, ხო? იქით რა არის, კი, კეთახი. ეთყობა მაგიტომ ვარ იქ, სადაც ვარ. ერთი საინტერესო ფაქტია, რომ შენ და ნანუკა ჟორჟოლიანი ხართ ბაღელები და კლასელები. კი ბატონო. აი ერთად დაამთავრეთ ბოლომდე. არა, ბოლომდე არა, ნანუკა ბოლოს თბილისში წამოვიდა, მაგრამ საკმაოდ დიდხანს, ანუ ბაღი ერთად დავამთავრეთ, სკოლას მე-7 კლასამდე ერთად ვიყავით, კი. ახლა მოდი ამიხწერეთ ნანუკა როგორი იყო ბავშვობაში. ზუსტად ისეთი როგორიც არის ახლა. ანუ ისეთივე გადარეული. აი, ზუსტად ასეთი გადარეული იყო ყოველთვის. თუ სადმე ხმაური, ცივილკივილი და ჩხუბი გესმოდა, ნანუკა იყო ყველგან აუცილებლად. ბიჭივით ჩხუბობდა. კი, მართლა. რამდენჯერ შემოხეული მინახავს, იმიტომ რომ აი ვიღაცას იცავს, ანუ სამართლიანობა უნდა აღადგინოს, ანუ ეგეთი ტიპი იყო სულ მართლა. საერთოდ არ მიყვარს, ახლა რო ვუყურებ და ვიღაცებს შეიძლება ნანუკას აი ეს მიმწოლი ხასიათი უკვირდეთ, ან ეგონოთ რომ ეს დრო მიუტანა რაღაც მსგავსი, არა, სულ ეგეთი იყო მართლა. ბავშვობიდან ესე იგი ესეთივე მებრძოლი იყო და ეხლა თავარ ბრძოლაშია ჩართული ძალიან დიდი მასშტაბი გაეზარდა უბრალოდ, თორე წყალტუბოს პირველი სკოლიდან, ახლა მე უყურებ და ახლა ძალიან ბევრი ადამიანს აქვს მაგალითად ნანუკას იმედი. კი, ძალიან ბევრი. ძალიან ბევრს რა და ობიექტურად აქვს ეს იმედი, ხო, კი. უდიდეს საქმეს აკეთებს ნანუკა. კი, ჩვენ მხოლოდ მეგობრები არ ვართ, ანუ ვიმუშავეთ კიდევაც 3 წელი ერთად გადაცემაზე ნანუკას შოუზე რუსთავიორში და მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რამდენი სიკეთე აქვს ნანუკას გაკეთებული. კი, რა თქმა უნდა. კი ბატონო. მაგრამ ნუ მაინც ხანის დაუყადაღეს, ხანის დაუხურეს, ხანის. ნუ ეხა ვხედავთ ხო, სად ცხოვრობთ და ეგ მაგის დამსახურება ნანუკას ბრალი კი არ არის ეს სინამდვილეში, ხო? კი ბატონო. მოკლედ ესე იგი, მაკა არაჩვეულებრივი გადაცემა გამოგვივიდა ძალიან დიდი მადლობა. იმედი მაქვს. გადაგიხადო, მინდა წარმატებები გისურვო. რა ვიცი, ყველაფერი კარგი მინდა გისურვო, ჯანმრთელობა მინდა გისურვო, რაც ყველაზე მთავარია. იმედია იმ ადამიანის სახეს ბოლო-ბოლო გავიგებთ, ვინ არის. ნიღაბს ჩამოვხსნით. კი, მე და გიორგი შეწირულმა ისევ ჩვენი გამოსაძიებელია ეგ ამბავი, ვიდრე ახლა მაგას ან პროკურატურა გამოიძიებს, ან რომელიმე საგამოძიებო. არა, რა თქმა უნდა, მაგის იმედი არ მაქვს. მე და გიორგი შეწირულმა მივეცით პირობა ერთმანეთს, რომ სანამ ნიღაბს არ ჩამოვხსნით იმ ადამიანს, მანამდე არ მოვეშვებით ამ საქმეს. უღრმესი მადლობა მადლობა შენ. მაკა ჩიქლაძე იყო ჩვენი განაცემის სტუმარი. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. Pinex-ი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს.